მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და დიდი მადლობა მოწვევისთვის. ათინათის კოლექცია უკვე მეხუთე წელია იქმნება და უკვე მასში 2500-ზე მეტი ნიმუშია დაცული სხვადასხვა მედიუმში შესრულებული. საერთოდ ამ კოლექციის შექმნის მიზანი არის ვაჩვენოთ ქართული ხელოვნების განვითარების უწყვეტი ხაზი მოდერნიზმიდან თანამედროვე ხელოვნების ჩათვლით და ჩვენ სივრცეში პერიოდულად წარვადგენთ ჩვენს კოლექციაში დაცული ნამუშევრების გამოფენებს ვაკეთებთ და ჩვენ უკვე არაერთი გამოფენა გაგვიკეთებია 5 წლის მანძილზე 30-ზე მეტი გამოფენა გავმართეთ და მათ შორის კოლექცია ათინათის სწორედ იმ იდეის გარშემო შეიქმნა, რომ ვაჩვენოთ გამოფენების საშუალებითაც განვითარების უწყვეტი ხაზი და აი ბოლო პერიოდში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენას გავიხსენებდი მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალი მხატვარი ვაჩვენეთ კეთევან მაღალაშვილი და არაერთი სხვა მნიშვნელოვანი გამოფენა გაგვიმართავს ჩვენ სივრცეში, როგორიც არის ალექსანდრე ბანძელაძე და კიდევ მრავალი სხვა. სწორედ აი ეს გამოფენაც წარმოვადგინეთ გამომდინარე იქიდან, რომ ანდროვე კუა და თეა ჯურჯაძე, ორივე მხატვარი ცხოვრობს და მოღვაწეობს უკვე წლებია გერმანიაში და ისინი იფინებიან საერთაშორისო ძალიან მნიშვნელოვან მუზეუმებსა თუ გალერეებში. ქართველი დამთვალიერებლისთვისაც მიგვეცა შესაძლებლობა წარმოგვედგინა ნამუშევრები ჩვენი კოლექციიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ თქვათ ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ყველასთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვისაც ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. მინდა აღვნიშნო, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი არის თითოეული არტისტის საეტაპო ნამუშევრები. ეს არის სკულპტურა, ობიექტები, ვიდეო არტი და ვფიქრობთ, რომ თითოეული ნამუშევარი ძალიან ზუსტად ასახავს ორივე არტისტის შემოქმედებით ძიებებს და მათ დამოკიდებულებას დროსა და სივრცის მიმართ. სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი, რომ ჩვენ ქართული აუდიტორიისთვის გვეჩვენებინა აი ესეთი მნიშვნელოვანი არტისტები, რომლებიც არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ინსტიტუციებში იფინებიან. ზოგადად ფონდ ათინათის შესახებ მოგვიყევით. რა იყო მისი იდეა, როდესაც ამ ფონდის იდეა გაჩნდა, რა იყო ჩანაფიქრი და როგორ წარმოგედგინათ შემდეგ ამ ფონდის საქმიანობის გაგრძელება და წახვედით თუ რა იმ მიმართულებით, როგორც იყო ჩაფიქრებული. ათინათი არის არაკომერციული საქველმოქმედო ფონდი, რომელიც შეიქმნა საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით და ფონდი საქმიანობს ორი მიმართულებით და პირველი მთავარი ჩვენი მიმართულება ეს არის ვებგვერდი athinathi.com და კულტურის ცენტრი. ჩვენ ვყვებით უცხოური აუდიტორიისთვის საქართველოს უმდიდრეს კულტურაზე და ისტორიაზე უძველესი დროიდან თანამედროვე ხელოვნების ჩათვლით. და ეს ყველაფერი ხდება ვიდეოების და სტატიების სახით. ჩვენ ვეხებით უმნიშვნელოვანეს თემებს, როგორიც არის საქართველოს გამორჩეული ძეგლები, არქიტექტურა, მუსიკა, მხატვრობა, კინო, თეატრი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი ციფრული ენციკლოპედია, ერთ ლინკზე ყველაფერი ქართული კულტურის შესახებ დაწყებული უძველესი დროიდან თანამედროვე ხელოვნების ჩათვლით. ათინათმა გააერთიანა ყველა მიმართულებით დარგის ექსპერტები და სპეციალისტები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ათინათის ყოველდღიური კონტენტის შექმნაში. დარგის სპეციალისტები, ხელოვნებათმცოდნეები და სწორედ ისინი არიან როგორც სტატიების ავტორები, სპეციალურად ათინათისთვის წერენ სტატიებს, ასევე ისინი არიან რესპონდენტები, როდესაც ამა თუ იმ თემაზე მზადდება ვიდეო. ვფიქრობთ, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურით, გამორჩეული ისტორიით ნამდვილად იმსახურებს სათანადოდ წარვადგინოთ მსოფლიო აუდიტორიის წინაშე და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ მსოფლიო კულტურულ რუკაზე და სწორედ ეს არის მთავარი მიზანი ათინათის სათანადოდ წარვადგინოთ საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე. ისევ ათინათის კოლექციაზე ვისაუბროთ. როგორ და რა ნიშნით არჩევთ ხოლმე არტისტებს, მხატვრებს, ვინ იქნება შემსრულებელი იქნება, რომლებიც ხდებიან თქვენი რაღაც ინტერესის ფოკუსში. დიახ, მინდა დავიწყო იმით, რომ ზოგადად ძალიან საინტერესო პროცესი არის ათინათის კოლექციის შედგენაზე მუშაობა და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა
ასე ვთქვათ, გამორჩეული ფიგურა ეპოქის შესაბამისად. მე ვახსენე მოდერნიზმი. ჩვენს კოლექციაში არის ნამუშევრები ისეთი მნიშვნელოვანი მხატვრების, როგორებიც არიან დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი, შალვა ქიქოძე და აი ასე მოუყვებით და მთლიანად მთელი კოლექცია დაკომპლექტებული არის გამორჩეული მხატვრებით და მინდა აღვნიშნო, რომ გამორჩეული საეტაპო ნიმუშებით. შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ნიმუში არის სამუზეუმო ექსპონატი. ამდენად ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი და ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ყიდულობთ ნამუშევრებს. მინდა დავამატო, რომ ათინათის ყველა საქმიანობა, იქნება ეს მედია საქმიანობა, კულტურის ცენტრი თუ ათინათის მზარდი კოლექცია, არაკომერციული ხასიათის არის და თითოეული მიმართულების ერთი მთავარი შტრიხი რაც არის, ეს არის მიზანი, რომ მოვახდინოთ აი ამ უწყვეტობის ჩვენება, როგორც მედია პლატფორმის საშუალებით ქართული ხელოვნების განვითარების და კულტურის უწყვეტი ხაზის, ასევე კულტურის ცენტრის მიმართულებით მხარი დაუჭიროთ თანამედროვე ქართულ არტ სცენას და კოლექციის კუთხითაც იგივე პოპულარიზაცია მოვახდინოთ ჩვენს კოლექციაში დაცული მხატვრების შემოქმედების კიდევ ერთხელ, მოდერნიზმს როდესაც ეხება და სხვა დანარჩენ პერიოდს ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კიდევ ერთხელ საზოგადოებას წარუდგინოთ ესეთი მნიშვნელოვანი მხატვრები. სოფო, როდესაც საუბრობთ ქართულ მხატვრებზე, რომლებსაც არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობენ, თითქოს უფრო ადვილი არის ერთიანი სურათის აღქმა, მაგრამ როდესაც საუბარი არის ახალგაზრდა დამწყებ, ძალიან ნიჭიერ და ძალიან პერსპექტიულ არტისტებზე, მხატვრებზე, როგორი არის მათ მიმართ, არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ დამოკიდებულება, შეფასებები, რამდენ დიდია ინტერესი ამ ახალგაზრდა ქართველი მხატვრების მიმართ? სამუშაო პროცესში ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი შევიძინეთ ასეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ ვაძლევთ შანსს ახალგაზრდა დამწყებ მხატვრებს თავიანთი შემოქმედება წარუდგინოს ფართო აუდიტორიას და ჩვენ არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრის გამოფენა გავუმართეთ ჩვენს სივრცეში და გარდა ამისა ჩვენ გვაქვს პროგრამები სტუდენტების მხარდაჭერისაც და ეს ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ათინათი მათთვის ერთგვარი სტიმულიც კი გახდა და ძალიან ბევრი ქართველი დამწყები მხატვრისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს სივრცეში გამოგვეფინა. ჩვენ ვცდილობთ ამ მიმართულებითაც გავაგრძელოთ მუშაობა და გარდა იმისა, რაც უკვე რა გამოფენებითაც უკვე წარმოადგინეთ ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრები, კიდევ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უფრო მეტ დამწყებ მხატვარს უჩნდება სურვილი იმუშაოს აქტიურად და კონდეს გარკვეული პერსპექტივები სამომავლო. სოფო, ისევ მიმდინარე გამოფენას მივუბრუნდეთ. სად და როდის და როდემდე შეძლებს დამთვალიერებელი ამ ნამუშევრების ნახვას გულისხმობ ანდროვეკუას და თეა ჯორჯაძეს? გამოფენა ჩვენ გავხსენით 12 სექტემბერს და გამოფენა გაგრძელდება 1 თვის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ წარმოგვედგინა ეს ნამუშევრები ძალიან ისე საინტერესოდ და ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ნახავს ანდროვეკუას ძალიან მნიშვნელოვან სკულპტურას, ობიექტს, ეს არის მაგნოლია და მოგეხსენებათ, რომ ანდროვეკუა დაიბადა და გაიზარდა ქალაქ სოხუმში და ეს თემა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის არაერთ ნამუშევარში ეხება ამ თემას და სწორედ მაგნოლია ის ობიექტი არის, რომელიც ძალიან ზუსტად გამოხატავს ანდროვეკუას დამოკიდებულებას ბავშვობისადმი და შეიძლება ითქვას, რომ ეს ობიექტი თითქოს ერთგვარად დაკარგული სამშობლოს სიმბოლოდაც კი გარდაიქმნება. იგივე გამოძახილი შეიძლება ვთქვათ, რომ არის ვიდეო არტში, რომელსაც ჩვენ სივრცეში ცალკე სივრცე ეთმობა, ძალიან ემოციური და ძლიერი ზემოქმედების ძალა აქვს ამ ვიდეო არტს. მე ახლა რაც არ უნდა ვისაუბრო, თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გამოცადოს ეს განცდა. ეს ვიდეო არტი ეხება ანდროვეკუას ბავშვობას, სოხუმს, სამოქალაქო ომს და თითქოს ერთგვარად ეს არის ფრაგმენტები მისი მეხსიერებიდან, რომელშიც გაერთიანებული არის რაღაცა ბავშვობის შიშები, მისი საყვარელი ადგილები. ვიდეოში ვხედავთ პეიზაჟებს, შენობებს, ადამიანებს, ცხოველების გამოსახულებას და ეს ყველაფერი რაღაცა დასავლურ მსოფლმხედველობასთან არის გაერთიანებული. ვიდეოს კულმინაციად შეიძლება ჩავთვალოთ პალმა, რომელსაც ცეცხლი ეკიდება და ცეცხლის ალშია გახვეული, როგორც სიმბოლო რაღაცნაირი მარადიულობის და უსასრულობის.
ასევე მინდა შევეხო ერთ ნამუშევარს, ეს არის ქანდაკება შავ მგელზე ამხედრებული გოგონა და აქაც ძალიან საინტერესოდ იკვეთება არტისტის ხედვა. ეს შეიძლება რაღაც გადატანითი მნიშვნელობითაც წარმოვიდგინოთ როგორც ადამიანის და გარემოს გარკვეული გაერთიანება სუსტისა და ძლიერი არსების და განცდა არის რომ ეს გოგონა სრულიად უემოციოდ, თუმცა იმორჩილებს გელს და თეა ჯორჯაძე, რომლის ობიექტიც ზუსტად ასახავს მისი შემოქმედების არსს, რაღაცნაირად დაკავშირება მყარი მსუბუქი კონსტრუქციის ქსოვილთან და ეს ქსოვილიც ისე არის წარმოდგენილი ამ მსუბუქ მეტალის ჩარჩოში, რომ განცდა არის რაღაცნაირად მუდმივად მოულოდნელობის, თითქოს აი წამიც და გადმოვარდება ეს ქსოვილი ამ ჩარჩოდან. ამდენად მინდა ვთქვა, რომ გამოფენა ძალიან კარგად ასახავს ორივე შემოქმედის ხედვას და დამოკიდებულებას და ძალიან გვინდა რომ გავაგრძელოთ ამ მიმართულებით და რაც უფრო მეტანამედროვე მხატვარს წარვადგენთ ჩვენი კოლექციიდან, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. და ჩვენ კოლექციის შედგენის პროცესში, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ ნამუშევრებს, ასევე ყველა მნიშვნელოვან სააუქციონო სახლთან თანამშრომლობთ და ანდროს და თეას ნამუშევრებიც ნიუ-იორკის და ბერლინის გალერეებიდან შევიძინეთ. თუმცა ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი მიმართულება, რასაც მინდა და შევხებოდი, ეს არის თავიდან ეს არ გქონდა ჩაფიქრებული, თუმცა როდესაც დავიწყეთ კოლექციის შედგენაზე მუშაობა, ჩვენს ფუნქციად ერთგვარად ჩამოყალიბდა მოდერნიზმის პერიოდის მხატვრების ნამუშევრების საქართველოში დაბრუნება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, უკვე არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მხატვრის ნამუშევრები ჩამოვიტანეთ საქართველოში და ეს იქნება ვერა ფახავა, ფელიქს ვარლამიშვილი, ალექსანდრე ბანძელაძე და ასე შემდეგ და სამომავლოდ აუცილებლად წარუდგენთ ფართო საზოგადოებას ამ უმნიშვნელოვანესი მხატვრების შემოქმედებას.